კვარაცხელიას შეფასება რეალის წინააღმდეგ, მიხაუტაძის ახალი ვარიანტები, ანჩელოტის დანაშაული, ქოჩორას ახალი კლუბი, მისი ტრაუმის სიმძიმე და მეტი სხვა სიახლე. სანამ ვიდეოზე გადავიდოდეთ, დაალაიქეთ ის, ავიდეთ ისევ 2000 მოწონებაზე და გამოიწერეთ არხი. დაახლოებით 1 კვირის წინ გავიგეთ ამბავი, რომელმაც ყველა ფეხბურთის მოყვარული შეძრა. ლივერპულის ჯოკერი დიოგო ჟოტა მის ძმასთან, ანდრე სილვასთან ერთად ავარიაში დაიღუპა. ჟოტამ გასულ სეზონში პრემიერლიგა მოიგო და ოცნება აიხდინა. მისი პორტუგალია კი ერთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. დიოგოს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ქორწილი კი დაღუპამდე 2 კვირით ადრე ჰქონდა. მისი ძმა ანდრე სილვა საფეხბურთო ნიჭით დიდად ჩამოუვარდებოდა და შეუმჩნეველიც იყო ძმასთან შედარებით. ის პორტუგალიის მეორე ლიგის რიგითი გუნდის ღირსებას იცავდა. მიუხედავად ხშირი ტრაუმიანობისა, რაც ბოლო წლებში ჟოტას აწუხებდა, ის იყო შრომის მოყვარე ფორვარდი, რომელიც ყოველთვის უბრუნდებოდა ფორმას, რიტმს და ლივერპულისთვის ხშირად X-ფაქტორად იქცეოდა. პირველი გოლი არნე სლოტის ეპოქაში სწორედ ჟოტამ შეაგდო. საჩემპიონო სეზონში პრემიერლიგაში ლივერპულმა სულ 3 თამაში მოიგო ანგარიშით 1-0. აქედან ორში ერთადერთი გოლი, გამარჯვების გოლი დიოგომ შეაგდო. და მისი ბოლო გოლი, ვიცით თუ არა ლივერპულის მოსისხლე მტერის, ევერტონის კარში. ორი კაცის თითო-თითო მოძრაობით მოტყუების შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, როგორც ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი, ისე ევერტონის ყველა გულშემატკივარი და მთლიანი ევერტონი მომხდარით განადგურებულია. განადგურდნენ ფეხბურთელები, მისი მეგობრები, აცრემლებულები გამოდიოდნენ მინდორზე, რადგან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაში უწევდათ. 24 საათში კი მის სამძიმარზე იყვნენ. ზოგმა გოლი მისი ტრადიციული მოძრაობით, წარმოსახვითი ჯოისტიკით თამაშით აღნიშნა. მოკლედ, დიოგომ და მისმა ძმამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდეს და დაამწუხრეს. ვიდეოს ამ მძიმე ნაწილის შემდეგ სხვა ახალ ამბებზე უნდა გადავიდეთ და არაერთ ქართულ ფეხბურთელს შევეხოთ. საქართველოს ნაკრების ბომბარდირის გიორგი მიხაუტაძის ლიონმა წაყენებული დანაშაულები, რომლების გამოც გუნდს ლიგაოში დაქვეითება ემუქრებოდა, დაძლია და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. თუმცა ეს ფაქტი იმას არ ცვლის, რომ ჟორჟით არაერთი გუნდია დაინტერესებული და ბევრს იზამენ, რომ ის გადაიბირო. არის იტალიური, ინგლისური, ესპანური და თურქული ვარიანტები. ნელ-ნელა მსოფლიო ფეხბურთის სკაუტები აანალიზებენ, რომ ასეთ პატარა ფასში მიხაუტაძისნაირი ფორვარდის და ზოგადად მიხაუტაძისნაირი ფეხბურთელი შეძენა დღეს თითქმის წარმოუდგენელია. ბოლო 48 საათის განმავლობაში აქტიური საუბრები წავიდა მედიაში ფენერბახჩესა და გალათასარაის ინტერესზე ქართველის მიმართ. თურქულ მედიაში იწერება, რომ გალამ უკვე მიმართა ლიონს წინადადებით, სადაც ცხადია, რომ გუნდს მიხაუტაძის დამატება სურს. წინადადება საკმაოდ სარფიანიცაა და დიდ თანხებს მოიცავს. ყავს საქმეშია რომა, თუმცა ინტერესი უფრო დიდი თურქული გუნდებისგან ჩანს. ქართველისთვის რბოლაში ჩართულები არიან ნოტინგემ ფორესტი და სანდერლენდიც. ესპანეთში ბეტისის ინტერესები იკვეთება, თუმცა მადრიდის ატლეტიკო უფრო აქტიურობს. ბოლო დროს ნაკლები იწერება იუვეს ამბებზე, რაც ლოგიკურიცაა, რადგან ტურინერებმა ლილიდან ჯონათან დეივიდი იყიდეს, რომელიც ზუსტად იგივე პოზიციაა, რაც ჟორჟი. მოკლედ, 24 წლის მიხაუტაძე არაერთი გუნდის ყურადღებისა და მითქმა-მოთქმის ცენტრშია. გასათვალისწინებელია ის, თუ რა სურს თავად ლიონს. ისინი მშვენივრად ხვდებიან ჟორჟის პოტენციალს და მას შემდეგ, რაც დაქვეითებაზე სანერვიულო აღარ აქვთ, პირველი პრიორიტეტი მისი შენარჩუნებაა, ვინაიდან ეს მეორე ახალგაზრდის, რაიან შერკის შემთხვევაში ვერ მოახერხეს, რომელიც სიტის ღირსებას იცავს. შესაბამისად, ფრანგული კლუბი გიორგისთვის ელოდება კარგ და სარფიან შეთავაზებას. სხვა შემთხვევაში ისინი მისი ხელიდან გამშვებები არ არიან. სანამ კვარას ამბებზე გადავიდოდეთ, დაალაიქეთ ვიდეო. ხოჭა კვარაცხელიას PSG მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის რეალი უმარტივესად 4-0 გაანადგურა და ფინალში გავიდა, სადაც ჩელსის დაუპირისპირდება და წლის მეოთხე ტიტულის მოგებას შეეცდება. ისეთი შთაბეჭდილება გვჩება, თითქოს ლუის ენრიკეს გუნდის დამარცხება არავის არ შეუძლია და მომავალი სეზონიც მათი დომინაციით წარიმართება. 24 წლის კვარას თავის კარიერაში 3 უდიდესი ინდივიდუალური მიღწევა აქვს უკვე. დაამარცხა რონალდუ ევროზე, დაამარცხა მესი 4-0-ით და დაამარცხა შემდეგ თამაში მადრიდის რეალი ასევე 4-0-ით. ამას აქში ასეთი რეზიუმე ბევრ ფეხბურთელს ნამდვილად არ აქვს. უშუალოდ რეალთან თამაშს რაც შეეხება, კვარას არაერთი მომენტი ჰქონდა მეტოქის კარის ასაღებად. უბრალოდ ბოლოს დარტყმის მომენტში დავალებას ზუსტად ვერ ასრულებდა. ქართველის თამაში რამდენიმე გავლენიანმა საფეხბურთო გამოცემამაც შეაფასა. ფუთ მერკატომ 7 ქულა დაუწერა და შემდეგი კომენტარი გააკეთა. ქართულმა მისთვის ჩვეული სტილით ითამაშა, დაცვაში შესანიშნავად თამაშობს, თუმცა საკმაოდ დიდი მოცულობის თამაში აქვს, რომლის მხოლოდ მოწონება შეგვიძლია. მისი დუეტი ნუნო მენდესთან იდეალურად მუშაობს. მან ასევე რამდენიმე შანსი შექმნა, მაგრამ ბოლოს სვლაში სიზუსტე აკლდა. ჩვენ მას არ დავადანაშაულებთ. 90 წუთმა კი 7.5 დაუწერა. როგორც ყოველთვის ფორმაში მყოფმა ქართულმა ფლანგზე მეტოქეს ფედერიკო ვალვერდეს თამაში ძალიან გაურთულა. მეორე წუთზევე შეეძლო გაეტანა, ხოლო
შემდეგ ახლოს იყო ანგარიში 4-0 გაეხადა, თუმცა ოდნავ არაზუსტად ურტყამდა. მეორე ტაიმშიც რამდენჯერმე ცადა, სანამ შეცვლიდნენ. გიუმის სპორტმა კი ასევე 7.5. ბურთით საფრთხეს წარმოადგენდა, დაცვაში ჭკვიანურად თამაშობდა როგორც ყოველთვის. ლუის ენრიკე კვარას 100%-ით იყენებს. მოკლედ, კვარამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიცაა და წელს მეხუთე ტიტულის მოგებას შეეცდება. მერე სუპერთასზე ითამაშებს ტოტენჰემთან და მე-6-ეს. ქართველის ტიტულების კაბინეტი ნელ-ნელა ძალიან მასშტაბური ხდება. გიორგი კოჩორაშვილი ლევანტედან, საიდანაც ისე გააცილეს, როგორც კლუბის ლეგენდა, ლისაბონის სპორტინგში წავიდა. ქართველი ძალიან ეფექტურად წარადგინა სოციალურ ქსელში ახალმა კლუბმა, კაპიტანი ამერიკის რეფერენსით, მისი აღნიშვნის გამო. კოჩორამ თავისინებით თავისუფალ ნომრებს შორის 14 ნომრიანი მაისური აიღო და სწორედ ამ ნომრით დაიცავს კრიშტიანო რონალდუს ყოფილი გუნდის ღირსებას. უბრალოდ ერთი ცუდი ამბავიცაა. პორტუგალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ კოჩორას ვარჯიშის პროცესში მონაწილეობას ვერ იღებს. ამის მიზეზი კი ტრავმაა. კოჩორაშვილის სპორტინგის საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არც სამშაბათს 8 ივლისს მიუღია. ქართველი იმ ტრავმირებულ მოთამაშეებს დაემატა, რომლებთანაც რუი ბორჟესი მუშაობას ჯერ ვერ ახერხებს. თუმცა კოჩორაშვილის შემთხვევაში ფიზიკური დისკომფორტი გამოწვეულია იმ დიდი დატვირთვებით, რომლებიც ფეხბურთელს 2024-25 წლების სეზონის დასკვნით მონაკვეთში ჰქონდა. კოჩორაშვილმა ლევანტეს შემადგენლობაში ესპანეთის მეორე დივიზიონის ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა. ის გუნდის ნახევარდაცვაში საკვანძო მოთამაშე იყო და რადგან გამუდმებით იტვირთებოდა, ამის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნა და სპორტინგის ვარჯიში მონაწილეობა ჯერჯერობით ამის გამო ვერ ახერხებს. არის მოლოდინი, რომ კოჩორაშვილი რუი ბორჟესის განკარგულებაში იქნება 11 ივლისისთვის, როდესაც სპორტინგი ამხანაგურ მატჩებს ტორენეეშასა და ნასიონალთან გამართავს. ამის შემდეგ გუნდი ალგარივში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 4 საკონტროლო თამაშს ჩაატარებს. რეალის ყოფილი და ბრაზილიის ამჟამინდელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი 1 წლით დააკავეს. იტალიელ სპეციალისტს 2014-15 წლებში საგადასახადო დანაშაულში დაუმტკიცდა ბრალი. ამასთან ერთად ანჩელოტის 386,000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც მოუწევს და 3 წლის განმავლობაში რაიმე სახის სოციალურ ბენეფიტს ან სუბსიდიას ვერ მიიღებს. სუფთა კრიმინალური წარსულისა და გადასახადების უკვე გადახდის გამო, სავარაუდოდ ანჩელოტის საპატიმრო სასჯელს არ მოიხდის, თუმცა მის კრიმინალურ ისტორიაში ეს სასჯელი ჩაეწერება. ამ მოულოდნელი და უცნაური ამბით ეს ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. ასეთი მეტი ვიდეოსთვის გამოიწერეთ ლაინსმენის არხი, ჩართეთ ზარისხილაკი, რომ კიდევ უყუროთ ასეთ კონტენტს და დალაიქეთ ეს ვიდეო.